იცით რა, თუ დავფიქრდები, მეშინია მაღელებს ეს 90 წელი და ისე ვერ გრძნო. რა არის 90 წელი, რა ვიცი. ეგრეც იბადრად მიყურებ მთვარეო ისე შეიძლება ახალგაზრდაც იყო და რაღაცა გტკიოდეს და რაღაცა გაწოხებდეს. ეხლა მეც რაღაცები მაწოხებს, მაგრამ ეს ამას არ უკავშირებ იმას, რომ მე 90 წლის ვარ. ჩვეულებრივად მიდის ცხოვრება, მაგრამ უფრო რეაქციები მაქვს. უფრო ძლიერი ვიდრე ახალგაზრდობაში. ორი წლიდან მღეროდი. საბავშვო ბაღში მღეროდი, გამოვდიოდი, პატარა გიტარები მქონდა რაღაცა და იმაზე უკრავდი სხვათა შორის და როიალთაზედაც ინსტრუმენტზედაც უკრავდი. ეს ჩემი სმენით გამო. და მღეროდი იმ რეპერტუარს, როდესაც ჩემს ოჯახში მღეროდნენ. არავითარი მასწავლებლები მე არ მყავდა, რომ იწყებდნენ სიმღერას, მე იმას ვსწავლობდი. სპეციალურად კი არა. აი ესე, არჩეულებრივი ბავშვი მოხდა, ლახი ძალიან ეზო, ღია ეზო, ერთად ვიკრიბებოდით, სპექტაკლებს ვდგავდით, რაღაცა გასაგიჟებელი. დედაჩემი ძალიან ჭკვიანი ქალად ითვლებოდა და როდესაც უკვე წამოვიზარდე და მე მღეროდი სულ და ჩემ სახლში დედაჩემი და მამაჩემი კი არა მარტო ჩემი დეიდები, ჩემი ბაბუა, რომელიც იყო ძალიან დიდი პიროვნება, განათლებული ადამიანი და 7 შვილი ყავდა. მღეროდა ყველა. ისეთი მუსიკალურები იყვნენ და ისე კარგად და სწორად მღეროდნენ. თავარი არის როგორი დამოკიდებულება ქონდა ჩემს მშობლებს ცხოვრების მიმართ და ადამიანების მიმართ. აი ეს არის მთავარი. შენი როგორ თქვა, ნიჭი, რასაკვირველია, უნდა განავითარო და ხელი შეწყობა მშობლების ძალიან დიდი იყო. მაგრამ მე სულ ვიყავი კონტროლის ქვეშ. როგორ ზიხარ, როგორ ჭამ, როგორ მოდის ვიღაცა ცუდი არ გააკეთო. ეს აღზრდა, სწორი აღზრდა და ყველაზე თავარია ჩემთვისაც, აი დედაჩემი რა მომდა, რომ უნდა პატიოსანი იყო, შენი სიმღერა არავის არ უნდა, შენი უნდა იყო წესიერი ადამიანი. მე ახლა მივხვდი, რომ ეს ყველაზე დიდი სიმდიდრეა, რომ შენ ხარ დიდი პიროვნება, ხარ შემომქმედი ადამიანი, რომელიც შესანიშნავი ოსტატი ხარ შენი საქმის, მაგრამ როგორც პიროვნება არ ვარ გიხარ. მე მაგისანა ადამიანის არაფერი არ მინდა. ადვილად რამე თუ მოდის, ის ადვილად მიდის და შენ უნდა გაიარო რთული გზა, ისე კი არა, რაღაცა უკვე იქიდან ვეღარ მოხვიდი, არა. მე ყველაფერზე ვამბობ, შემოქმედებითი გზა და პირადი ცხოვრებაც და ცხოვრება ეს არის. დავამთავრე მე კონსერვატორია შესანიშნავი კურსი მყავდა. ყველა გაამართლა ის, რასაც კომპოზიტორებიც, მუსიკას მცოდნებიც და მომღერლებიც და პიანისტებიც და ყველაფერი იყო ჩემს ჯგუფში და ყველამ თავისი ადგილი. ხა რო ჩამოვთვალოთ, რო გამომრჩეს ვინმე არ მინდა. ყველა იცნობთ იმ ადამიანებს და მარტო ისიც მინდა ვთქვა, რომ აი კომპოზიტორები ჩემზე აჟა ზარაშვილი, მარიკო კვალიაშვილი, ნუგზარ ვაწაცე, ისეთი შესანიშნავი, არაჩვეულებრივი პიროვნება და
შესანიშნავი სიმღერა დამიწერა. ერთი, ორი ქონდა დაწერილი და მე ერთი ვიმღერე და ის ძალიან ცნობილი და პოპულარული გახდა. იხსენება მე მიყვარდი რატომ ხარც მოჭიროდა შენი მე მაინც ყველაფრის მიჭიროდა იცით რა, ყველა ამბობს, რომ არავინ არ იყო მომღერალიო და იმიტომ შენზე წერდა, ეს არ შეთვის წერდნენ, ეს არ არის სწორი. ჩემ დროს ძალიანაც ბევრიც იყვნენ. მაგრამ მე მეგონა რომ ესე უნდა იყო, მე რა ვიცი, ხა გოგი და გოგი ცაბაძე, რევაზ ლაღიძე, აი კიდე ხა ესეთ ბევრი ჩამოსათვლელია, ვინც ჩემთვის წერდა. მე მეგონა რომ სხვასაც უწერდნენ, მე ამას არ ვაქცევდი ყურადღებას, მაგრამ გითხრა. კარგი ბედის შემქმნა ბედმა მომცა ესეთი სიმდიდრე, აი ესეთი კომპოზიტორები, რომელთანაც სულ ერთად ვიყავით. ბიძინა კვერნაძესთან ხო სულ ვიყავი ბუნების წიაღში, ასე რომ ვთქვათ, კვირაში ალბათ 3-ჯერ 4-ჯერ მაინც გავდიოდი და მთელი კომპოზიტორები და მარტო მე ვიყავი ქალი და არც მიფიქრია რომ ვინმე რამე სიტყვის ისეთ და არ მომიქცევიან ისე როგორც საჭირო პირიქით ხელის გულზე მატარებდნენ. ძალიან სუყველა უბედნიერესი ადამიანი ვარ და როგორი კომპოზიტორები იყვნენ და როგორ სიმღერებს წერდნენ, რომ დღესაც არის ძალიან პოპულარული. ეს წარმოგიდგენიათ რა დიდი ადამიანებთან, ნორმალური ადამიანებთან ქონდა საქმე. როდის და როგორ დათმო პიანისტმა ნანიმ მომღერალი ნანის სასარგებლოდ? ეს ბუნებრივად მოხდა, რომ არა სხვათა შორის კონსერვატორია დავამთავრე, არც ვიცოდი რა უნდა გამეკეთებია. დიდი პიანისტი მე არ ვიყავი, თუმცა ცუდად არ უკრავდი ლირიულ ნაწარმოებებს, სადაც მუსიკა უფრო ჭარბობდა, ვიდრე ტექნიკა. მე ტექნიკა არ მქონდა დიდი, არ ვიყავი. არ ვიყავი პიანისტი, მაგრამ არასოდეს არ მიფიქრია, რომ მე უნდა მომღერალი. ეს მომღერლობა მე ძალიან დიდი ხანი გავიდა, რომ მეთქვა ჩემთვის, რომ მე ვარ მომღერალი. ქავდანანი, ახლა მოუყვეთ მაყურებელს 1957 წელზე მოსკოვის საერთაშორისო ფესტივალზე და დიდ აღიარებაზე. მე პირველად იყო ასეთი არქიტექტურის ხოთაშორის და მე მეცენატი ნამდვილი დორიან კიტია. და როდესაც მოვიდა ესეთი დრო, რომ საბჭოთა კავშირმა გადაწყვიტა, რომ ფესტივალი, მსოფლიო ფესტივალი ჩაეტარებიათ მოსკოვში. გეპეი. იქ მათ ყავდათ ისეთი ორკესტრი შესანიშნავი. დღესაც რომ მოისმინოთ, გეგონებათ, რომ დღევანდელი ორკესტრი უკრავს. შესანიშნავი მუსიკოსები იყვნენ და ოღონ ყველა დამთავრებული ქონდა და ან სწავლობდნენ გეპეიში. და იყო კვარტეტი, პირველად მოხვდი 4 ბიჭში. რომ გაიგო დედაჩემმა და დედაჩემთან მოვიდნენ, რომ თუ შეიძლება რომ ნანი გამოუშვა ჩვენთან, გეპეიში დაიწყოს სიმღერა და მე ფესტივალზე წავიყვანოთ და რაღაცა, დედაჩემმა თქვა, რომ კი ბატონო, რა კარგია, დედაჩემი ვიშობიშეთი. თანამედროვედ აზროვნებდა. ეს რო გაიგო ბაბუაჩემმა, დეიდაჩემებმა, ჩემმა მუსიკის მასწავლებელმა და ესე იგი კრება იყო, რომ რას ქვია სცენაზე გამოვიდეს. დედაჩემმა თქვა, ნანი წავა ფესტივალზე. მე მას შევწყობ ხელს. რა მოხდა იმღეროს? რა მოხდა? აი, დედაჩემმა ეს რო გადაწყვიტა, აი იმ დღიდან მე სულ მღეროდი. მოსკოვში პირველად მოხვდი.
საერთოდ დედაჩემის კალთის ქვეშ ვიზრდებოდი. დედაჩემი მინდოდა და ვტიროდი, დედა მინდოდა, იცინოდა ყველა და ძალიან ორკესტრის წევრებს ძალიან უყვარდი და რაღაცა მეფერებოდი, იმიტომ რაღაცა ძალიან ისეთი ბავშვი ვიყავი. არაფრის აზრი არ ვიყავი. კოტემესხის ქუჩაზე ვცხოვრობდი, თაწმინდაზე და ვაკუუმში ვცხოვრობდი. არაფერი ცუდი არ მესმოდა, არც ცუდი სიტყვები, არც სულ კარგი და ცუდი სიტყვებიც კი ბევრიც არ ვიცოდი რას ნიშნავდა. ხო და აი ესეთი იმაში მივედი და ბიჭები, 4 ბიჭი, ერთი მეორეზე უკეთესი. გურამ ზვანელი, გურამ ბაკურაძე, თამას ცინცაძე და შოტა მახარაძე. რაღაცა არაჩვეულებრივი ბიჭები იყვნენ და ისე მცხვენოდა და ღეროდა იცით რას ვიყო ნანა რაღაცა სიმღერა ესეთი იყო და მე კულისებიდან უნდა დამეცახა მათთვის რომ ამოდით ესენი ნანას უმღერიან და ხელი ზევით აქ და მე იქიდან რა ქვია კულისებიდან უნდა ვდგა ბიჭებო ამოდით და ვერ ვეუბნებოდი და მერე დამანებესთავი ვერ მომწხედოდა კონჭიკა კონსტანტინე პერზნერი რომელიც ჩვენ გპ-ში მოდიოდა და დირიჟორობდა მას შესთავაზეს რომ ყოფილიყო დირიჟორი კი რა ხელმძღვანელი საქართველოს ორკესტრის რერო ყველა ვინც ღეროდით გპ-ში ყველა წაგვიყვანა იმაში რა ქვია რეროში აი იქიდან მოვხდი მე პარიზში ამბობენ რომ ამ ორთვიანმა პარიზმა განსაზღვრა საბოლოოდ თქვენი ბედის სცენაზე არა არც მაშინ მიფიქრია რომ მომღერალი ვარ მიუხედავად იმისა რომ ძალიან დიდი წარმატებაც იყო და ძალიან ჩემთვის იყო ზღაპარი ეს სად მოვხდი ის მაშინელი პარიზიც ეხლა შეადეროთ არ პარიზს აღარ გავს ისეთი საინტერესო ქალაქი იყო და კარგი მომღერლების და ჩემს აი კიდევ მინდა უთხრა და მაპატიეთ ამას რომ ამბობ მაგრამ აზნაური ძალიან სულ მეფერებოდა ყოველ კონცერტზე რომ მოდიოდა და რუსულიც ცოტა იცოდა ეს საქართველოში დაბადებული სკოთაშოს აქ ცხოვრობდა და ძალიან არაჩვეულებრივი ძალიან მიყვარს მისი სიმღერა და ერთ-ერთ გასტროლებზე ჩვენთან ერთად კოწიკა პევზენმა წამოიყვანა ორერა ორერა ახსენეთ 15 წლიანი ეპოქა ხო ძალიან ამ გუნდს ისეთი რომ აი გაუძლო აი ამდენ წელს ახალგაზრდა შემსრულებლები, ლამაზები, სენიორები, დახვეწილები, არაფერი ზედმეტი არ იყო და შერჩევა სიმღერების და ტექსტების. ეს იყო და მუსიკოსები. და შერწყმა იყო და სიყვარული შენი საქმის. აი ეს იყო. საზოგადოებრივი წავიდოდით, დასავლეთით, ჩამოვიდოდით, ერთი კვირა ვისვენებდით და ისევ ახალი პროგრამა. სულ ყოველთვის გქონდა ჩვენ ახალი პროგრამა. ერთი მეორეზე უკეთესი. ეს იყო რობერტ ბარციმაშვილი. ეს იყო განუმეორებელი პიროვნება, რომელიც შეწირა ამ თავის ხელოვნებას. სადარის კიდევაცა უდიროთ ლურჯი ხალასი სწორედ ისეთი როგორ ჭერია ინაიარე ვიწარსული არაფერი არ უნდა და არაფერი არ აინტერესებდა
როგორ შეევსო და როგორ გაელამაზებინა ეს და მე ვუთხარი რატომ მოგიდა გოგოს იმიტომ რომ სულ ბიჭებია და მაყურებელს ცით როგორი ჭკვიანი იყო მაყურებელი მომეზდება უნდა იყოს აუცილებლად გაიაროს ქალმა და მეც გავივლიდი ხოლმე მაგათთან რა იყო ყველაზე რთული რეპეტიციებზე გადაწყვეტილებების მიღებისას რეპერტუარის შერჩევის მარტივი არ იქნებოდა ალბათ ძალიან რთული იყო ამ ბიჯებთან ერთად მარტო მიყავი და კონცერტი რო იწყებოდა თავში მაინც მე ძალიან ცოტას ვღეროდი და სულტიროდი იმიტომ რომ სახში მინდოდა უკვე გათხოვილი ვიყავი ოჯახში მინდოდა და ჩემი შვილთან ერთად მე მეუღლეს და იმანი კითხო საწყამა ჩემმა მეუღლემ რა რეები გადაიტანა ძალიან ნერვიულობდა და კაცია ბოლოს და ამდენ კაცებში რო ვიყავი სულ ნაწმენი იყო სულ ბრაზობდა სულ ჭხურობდა ხო ვერ ხვდებოდი მე რა შეასაქმე რო ჩამოვიდა და რო პირველად ნახat ჩვენი დამოკიდებულება და ამ ბიჭების ცხოვრების სტილი დაწყნარდა ნამდვილად იმიტომ რომ ეს იყო იცით როგორი დამოკიდებულება ჩვენ შორის იყო ძალიან ცუდი პირობები რუსეთის ძალიან და თხოვდი რომ ერთი ოთახი მომეწით მაინც ხოვდა გავიძრდა რაღაცა გამოვიცვალო და დამცინოდნენ შენ გონია რომ ხალი ხარო შენ ახალ შალიკო ჩვენთვისო ბიჭი ესვით აი ასეთი დამოკიდებულება ქონდა მე გამოჩნდა მედეია გოგლიაშვილი მე ეს იყო ვუნდერკინდი ნამდვილი ეს იყო რაღაცა განუმეორებელი პიანისტი ყველაფერს უკრავდა ზეპირადად ნოტებს ვერ იტანდა მედეია მეუბნებოდა რომ მოდი დაანებე თავი ორ ერას და მოდი და ერთად გავაკეთოთ პროგრამაო და ვთქვი როგორ გიკადრება მე ამათ როგორ დავტოვებ იცით როდის მოხდა ეს ასეთი აზრი როდის დაიბადა როდესაც რობერტმა თქვა უკვე მე ყველაფერი ამოვწურე ორ ერაში და თქვენ დიდი მადლობა მინდა გითხრათო და მე უნდა ახალი ანსამბლი შევქმნაო ახალგაზრდებისო ნუ რა დაგვამერთებოდა ხო იცი ძალიან იმოქმედა ჩვენზე მაგრამ მე 5 წელი გავჩერდი მათთან იმიტომ რომ ვერ გავბედე ვერ ვაკადრე ვერ დავტოვებდი ამბავში იმიტომ რომ მე უკვე პოპულარული ხდებოდი როცა დაჩქნენ ყვავილები ბაღში ჩემთან მოხვალ სიყვარულის მომეღო სადიღავი მასში რობერტისთან ღეროდი ორ ერაში ღეროდი სულ ქართულ სიმღერებს და ქართული სიმღერები არავის არ უყვარს ბევრი არ ესმით რუსულ პუბლიკას უნდა იცოდეს რაზე მღერი მათთვის არის ტექსტი უფრო საინტერესო ვიდრე ის სიმღერა Мария у нее, глаза такие у нее, глаза такие, слова мне сказать. Наш портрет всегда за ней уходит восемь. და პირველად გამოვედით და ვიმღერე გურამ ბზანელის ჩავაქრე სანთელი ოთახში ვნელოდა დაგული გელოდა როგორ მახსოვს ძალიან დიდი დარბაზი იყო და ისეთი მუსიკოსები იჭდნენ იქ რომ გამოვედი ისე შიშნებული ვიყავი და დავიწყე ძალიან ჩუმად სიმღერა
და რატომღაც ძალიან სიჩუმე ჩამოვარდა. და მე შევედი როლში და ვიმღერე და მე ისეთი პირველი დიდი აპლოდისმენტები იყო მოსკოვის ამ დიდ თეატრში. და დღესაც როსიო მინებაზე წამწყარებს მგონია მოსულ ხარ და ღებს ჩემთან მოვიდა გიზა გაბისკირია, რომელიც იყო რეჟისორი გიგა ვერტკიპანიძესთან ერთად დათა თუთაშვილის. ნანი შენ იცი, რა თქვა შენზე უწესომა? ეს გოგო თუ გააგრძელებს სიმღერას, მომღერალი დიდი გახდებაო. კი მე სიამოვნა, მაგრამ იმას ვინ კითხავდა, მე სახლში უნდა ჩამოსულიყავი და კონსერვატორიაში უნდა ჩამეპარებინა. ამიტომ ეს სიმღერა ჩემი და გამარჯვება არაფერს არ ნიშნავდა. ჩემ თავს ვეკითხებოდი, რა შეიცვალა ჩემში. ხო ძალიან პოპულარული როგორ გავხდებოდი ერთი გამოცდით, მაგრამ იგი ძალიან დიდი ამბავი ატყდა ჩვენს ორკესტრზე. და მაგრამ მეც გავდიოდი მათ რიცხვში და ვამბობდი ღმერთო თარში არ მივარდეს. დღესაც მერიდება ამის თქმა, რომ მე მომღერალი ვარ. რომ უნდა გამოვიდეს სცენაზე, სულ ფიქრობ, ხო, ეს მუშაობა არ არის, ეს არის მოთხოვნილება და შენი თავის წარდგენა. იწყება ახალი ეტაპი, სოლო კარიერა. მე და მედეია მანამ სოლო კონცერტს გავაკეთებდი და გავრისკავდით ეს უკეთესად, გავბედავდით გამოსვლა სცენაზე, გამოვდიოდი დაწესებულებებში, უნივერსიტეტში, ლომონოსოვის სახელობის. ისეთ ადგილებში, სადაც ახალგაზრდებიც იყვნენ, პედაგოგებიც იყვნენ, რომ ჩვენ მივხვდეთ, რას ვაკეთებთ, როგორ უნდა გამოვიდეთ და თანდათანობით დავიხვეწეთ. და მერე თანდათანობით უკვე ეჩვევი სცენას, როგორ დგახარ, როგორ დადიხარ, რას აკეთებ, ზედმეტი რაღაცა არ გააკეთო და ეს ჩემი სტილი და ჩემი ისა დაიხვეწასავით მგონია. მერე გამოვიდა ისე, რომ უკვე უცხოეთშიდაც დავდიოდით, ძალიან დიდი წარმატებები იყო რა, როგორ გითხრა, ძალიან ბევრი უნდა იმუშაო და ძალიან და უფრთხილდე, რომ არ შეგეშალოს რაღაცა. იმედიც კი არ დატოვე, არ ვიცი საიქცა. და მერე იცით როგორი კონცერტები მიდიოდა, აღარ მიშვებდნენ. და მერე იძულებული გავხდი, როიალთან მივსულიყავი და ჩემით დამიგრა. მედეია უკვე აღარ იყო, ეკა წამოვიყვანე. ეკას ემღერა და დიდი რეაქციები იყო ეკასე და ჩემზე. შეგიყვარებს ისე, ვისაც ელი დაბრუნდება. მერე ნატალიაც დაემატა. შემოიხსნის სანისლების რიდეს. მე არაფერი დასანანი არ მაქვს. სახლი, მერე საბავშვო ბაღი, მერე სკოლაში ყოველ კვირას რაღაცა იყო და სულ მღეროდი. მერე გეპი, მერე რერო, მერე ორერა და მერე გავიარე ძალიან დიდი გზა. და ამ გზაში ყალიბდებოდი. გული მწყდება, რომ დიდხანს ის საუკეთესო პერიოდში მე სახლში არ ვიყავი ხოლმე. მეგობრებთან ერთად ვისთანაც რაღაცა ძალიან ბევრ რამეს სწავლობდი.
ამ არაჩვეულებრივი განათლებულ ადამიანებთან. ძალიან ცოტას ვისადი და არც თვალებს ვიკეთებდი. ესეთი მოდა იყო კი არა, არ ვიცოდით რა არის ყოზე და მე ხო და ეხა მეწყობა გაიკეთებდა ზაფხულში ისე. რა კარგად ვღერის, მაგრამ კაი შეხედავი იყოს ჯობია იმიტომაც ამჯერად რომ ეწყვია რაღაცა რა ლაბაზი ხარ ფიქრობდი და მე ყურებიან კარგად ალბათ. ცოტა კინოზეც ვილაპარაკოთ. ბავშვობიდანვე დღემდე მიყვარს ეს ხელოვნება ძალიან და ძალიან მინდოდა კიდევაც რომ გადავიღები იმას და ესე მიპრაჭებოდი კინოსტუდიაზე გავივლედი მე ვინ მიყავი რას გავდი მაგრამ მე დადგა დრო რომ შემოთავაზება იყო მე უკვე ჭკუაზე ვიყავი ერთადერთი სადაც კარგად გამოვჩდი ეს იყო Тенгиз Абуладзის ფილმში. მახმოვანებდა სოფიკო. და ვერის უმნის მენდოდიებში მე ვახმევ და ვიცინოდით ორივენი. განზე გადეკნურცუნურა ბესნულოგიცრავ სიგეთისთვის რა შავედი ბარავს და თუ ღმერთიც იცით რა არ მინდოდა ძალიან უარზე ვიყავი. არ ესეთი რაღაცები არ მახელვებს მართალი გითხრათ. მაგრამ მადლიერი ვარ საგვირე მე ზოგჯერ მომდის აზრად რომ აღარ მინდა რატო არ მინდა კიდე იცი რომ იქ რო ვიყო. აირია ძალიან. ეს ვარსკვლავი უკვე აღარ არის ვარსკვლავი. ბაქოში ძალიან დიდი მადლიერების გრძნობით ვარ, იმიტომ რომ ძალიან დიდი მომღერალის აღარ მახსოვს ამერიკელი, მე ვარ იქ. და ხო ბუბა არის მათი გმირი, როგორც მაგამაევი. აი ერთად გავდიოდით ქუჩაში მე და ბუბა, იკეტებოდა მაღაზიები და ბუბაზე იყო და მე უკან მივსდებდი. ნუ ბუბა იყო არაჩვეულებრივი სიყვარულში იფლობდა. ძალიან უყვარდა, ძალიან უყვარდიქა. მე ბოლოს მანამ უკვე წავიდოდა ამ ქვეყნიდან, მე და ბუბა გამოვედით მაგამაევის იუბილეი იყო. და ერთად გამოვედით და მე და ეკა ვიყავი და თბილისში ვიმღერე და ის ვიმღერე კიდე გიაყანჩელი. Seodiani Molodinis Dasasruli Tvitana modis Es Lodinis Dasruli deba ყოველთვის მაინტერესებდა, შანს ვერ გავუშვებ ხელი და რომ არ კითხოთ, რამდენი სასცენო კოსტუმი გაქვთ? რა ვიცი. ძალიან ბევრი, ხო? გონი არასდროს ერთი და იგივე? როგორ შეიძლება ერთი და იგივე? ზოგჯერ გული მწყდება ერთხელ რო ჩაეცვალა და მე ვეღარ იცვა, მაგრამ შენახული არის, მაგრამ ადრე არც ვაქცევდი ყურადღებას ისეთი ჩაცმაც არ მქონდა, მაგრამ ბოლო ხანებში უკვე ამას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ. რასაკვირველია შეცდომებიც მქონდა და არც უნდა ჩამეცვა ალბათ რაღაცა და ზოგს არ მოწონს ჩემი ჩაცმულობა. ესია. ყველას როგორ უნდა მოწონდა და ყველას უნდა ამას უნდა შეეჩვიო. ოღონ შენ თუ რასაკვირველია არის რომ გემონება არა გაქვს და ძალიან მოგწონს შენი ყველაფერი ესეც არის რომ მე რო ვთქვა რომ ხა მე თუ მე მოწონს ესე იგი კარგია არა შენც უნდა მითხრა შენც უნდა მოგეწონოს ისე კრიტიკაზე ნერვიულობდით აბა რა და ცუდი კრიტიკა არასოდეს არ მქონია არც მე არც ორელოს მაგრამ მანამ დაიწერებოდა ძალიან
ჩვენ ასე ვიყავით და იმიტომაც იყო ყოველთვის კონცერტი ძალიან მაღალ საფეხურზე. ეგრეც იგად რად მიყვრება მთვარეო გულციო ლამასო სიღარიბე წუხარებით ამავსო ხედავ გულს ლახვარი დამასო უწინ ძალიან კარგი დონე იყო იცით კულტურის მაპატიოს ყველა მამას რო ვამბობ რაღაცა გაჩერებულები ვართ ეს ჩემი შემჩნევა კი არ არის ცუდი ეს გულის წყვეტა რომ ყველა მღერის ყველა ღმერთმა ყველა ამღეროს ღმერთმა ყველაზე კარგი მომღერლები ჩემი ქვეყნის გამოჩნდნენ მაგრამ ასე არ არის ამას უნდა ძალიან დიდი შრომა ძალიან დიდი გზის გავლა ძნელი გზის ადვილად არაფერი არ მოდის და ადვილად არაფერი არ მიდის აი ეს ცხოვრება რასაც ვცლიდი მე მაგათ კომპოზიტორებს ვეუბნებოდი მე და გოგიც და ბიძინაც ისა ლაიძე არ იყო ეს ლოღოძე ისე წერდა რომ ისე მღეროდი და აქ კიდე დიდი გაქანების მომენტი იყო აი ვარდები არ არიან ხო შემოდგომის ყვავილებს ნუ ისე ცუდად რაღაცა ზევით ადიან აწვალებენ იმ ხმას რაღაცას და მე მოდია რა უფლება გაქვს როგორ შეიძლება ესე და კარგად თუ იმღერებენ ისე მინდა უთხრა რომ რა კარგად იმღერე და ვაკეთებდი და ვაკეთებ კიდევაც ამას და ღმერთმა მე ჩემი ქვეყანა ისე მიყვარს და ჩემი ხალხი ბევრი კარგი მომღერლები გააჩინოს ღმერთმა და ამღეროს მთელი ქვეყანა ღმერთმა მაჩუქა ეს თვისება რომ სწორად შევხედო სიტუაციას და ჩემ თავსაც ძალიან წყნარად დავტოვე სცენა გული კი აღარ მწყდება იმიტომ რომ 90 წლის ვარ როგორ შეიძლება ამდენ ხანს ვიმღერო და ვეღარც ვმღერი მაგრამ შიგადაშიგ როდესაც რაღაცა მომენტია ერთ-ორ სიმღერს მამღერებენ გზები სიმებივი დამწყდარი ბერი ჩემი სარკესავით გამტყდარი მახსოვს როგორ ჯადოს ნური ზღაპარი დღეს უფრო მე მგონია უფრო ღელა ვიდრე ხმა რომ მქონდა მაშინ ახლა ძალიან ღელა ნარიყო არც არავი მეგოდა და იცოდეთ თქვენ მაყურებელი ყველაზე კრიტიკული არის საქართველოში ეს იყო ისეთი ტანჯვაწამება რომ მოვეწონები თუ არა ამ გარემოში შენც ყალიბდები რომ არ შეგეშალოს რაღაცა რომ თქვენ რა გონიათ რომ სულ სწორად მღეროდი მე რომ უსმენ ჩემ ნამღერს ახალგაზრდობის ისე მწვენია იმიტომ რომ იქ არ არის ისეთი ნამღერი როგორც უნდა იყოს ხმა კი გაქვს მაგრამ უნდა შეასრულო და ზედმეტი რაღაცა არ უნდა გააკეთო სიმღერის დროს Запхузе сихвару
უკრიტიკოთ, არაფერი არ არის. მარტო მუსიკა კი არა, ლიტერატურა და ყველაფერი. კრიტიკა როგორ არ უნდა არსებობდეს? კრიტიკა შენ როგორ არიცი? წინ მიდიხარ. განვითარებს კრიტიკა. თუ ჭვიანი ხარ და თუ არ გაგიჟდები და არ გალანძღავი შენ იმას რა კრიტიკოს, მაშინ კარგად არ შენი საქმე. გახსოვთ პირველად სამივე ერთად რო დადექით სცენაზე რა ემოცია გქონდა? კი, როგორ არ მახსოვს, რომ ძალიან კარგად მახსოვს. მე ვიყავი ალბათ 11 წლის, როდესაც ოპერის სცენაზე იყო ბატონი პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდი იავნანას კონცერტი და იქ პირველად ეგეთი იდეა დაიბადა, რომ მოდი ერთად ვცადოთ, თქვათ, სამივე ერთად როგორ გამოიყურებით, როგორ შეასრულებთ, როგორ მიიღებს ამას მაყურებელი და ჩემი ემოციები ახლა სიმართლე რომ გითხრათ, ეგრე ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ნაკლებად მახასიათებს ხოლმე ღელვა, როცა მათთან ერთად ვდგავარ, იმიტომ რომ ხაი წარმოგიდგენთ ორი რა ვიცი, დედებს შორის დგახარ და იღაც დაცული უსაფრთხო გარემოა თითქოს მათთან ერთად ყოფნა, მაგრამ მე რაც უფრო წლები გავიდა და ეხლა რაღაცნაირად შფოთი მერევა და უფრო მეტად ვღელავ ნანიზე, ეხლა რასაკვირველია ისე ხშირად აღარ ვდგავართ სცენაზე ერთად, გასაგები მიზეზების გამო და თვითონ ნანისაც ძალიან კატეგორიულად არ უნდა რომ უკვე სცენაზე ჩანდეს და მე მესმის მისი და რაღაცნაირად მხარს უბამ ამაში, 1000-ში ერთხელ შეიძლება, იმიტომ რომ მისთვისაც ეს რაღაცნაირად სხვანაირი мотивация, რომ შემდეგ კიდევ უფრო მეტი, როცა ადამიანს ფუნქცია აქვს ამ ასაკშიც კი მგონია რომ ეს ძალიან დიდი რაღაც სტიმულია. ვიხსენება მე მიყვარდი რადგანაც მაჭიროდა შენი მე მაინც ყველაფრის მჯერონა ვიხსენება ნანის სცენის მიღმა არის ძალიან მზრუნველი, ძალიან მოსიყვარულე, ყურადღებიანი, ძალიან თბილი და ძალიან მომთხოვნი. შენიშვნები ძალიან ხშირად უყვარს და მგონია რომ ძალიან სამართლიანად. ძალიან ტიტველი ხარ კაცო, რა არის ახლა ეს მიჯერებს ძალიან. ხო და რომელი არ გიჯერებს? ხო მე უმანიშნა უკვე ჩემზე. ეს თავისას და აღარ ვეუბნები არაფერს თვითონ აკეთებსაც უნდა. მოვუგე. როგორი მაგარი ჩოლკა მქონდა მე. და არ მოგწონს? აი შენი საყვარელი ადამიანი. ვაიმე, კიდე მქონია? კიდე მიაწეპე იქ. არაგცხვენი ამ სენეკაც მოგწონდი და ცუდად უნდა. Dam dararari ram dam 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 diriri da dararari ram. ცოდეთ რას ვღებით? არა, რო იცოდეთ. საერთოდ მანქანა მთავრდება ამ მუსიკით. აი წამალს რო ეტყვიან რომ დალიე ამ დროს ხო შეიძლება ვთქვათ 10 წუთი გადაერანა არა ის წარმოუდგენთ და ესე უკვე იცის რომ აი ამ დროს უნდა დალიეს ხა თვალის წვეთებს იწვეთებს ისეთი ორჯერ მაგრამ აი რაღაცა ვიკუთხეს 15 წუთით ისა და ერთ თვალში ეს და აი ამას აკეთებს როგორ რუტინულად და ყოველდღე იცი რომ აი მიკვირს მე ესეთი ის არა მაგ და მინდა რომ მეც მქონდეს ვთქვათ მე რომ მაგალითად დავაგვიანო თვითონ გეტყვის რომ მოდი რა სადახარე ხარ რომ მომეცი რომ ზუსტად 12-ზე ვთქვათ ყვება მიიღოს პირველი. აი ესეა მოწყობილი ნანი. სახშიც დედოფალია და ყოველთვის იყო დედოფალი, ეს მისი ხასიათია, ეს მისი შინაგანი მდგომარეობაა და მგონია რომ ამას არ თამაშობს და არ იგონებს. აი მართლა ეგეთია როგორცაც თქვენ ყველა იცნობ. ისევე იქცევა და ისევე გამართული წელში და რაღაცნაირი თავადური მეც კი რომ მოვდივარ აი დღის მანძილზე შუალედში რომ ამოვირბენ ხოლმე რომ ვიკითხავ რომ სად არის ნანი რა შვები სად ხარ აუცილებლად შესულია თავის ოთახში რომ მოწესრიგდეს და ისე დამხვდეს
მომდომებია სხვაგან ცხოვრება და ვამბობდი, აბა ეხლა აქ მე აქ დავრჩებოდით, გიდა აქ ცხოვრება თუ არა? არასდროს ერთხელ მომვიდა ეს პარიზში. პირველად რომ პარიზში ვიყავი, იცით რა, დამავიწყდა, რომ სახში ბავშვი, ქმარი, მშობლები, ჩემი მეგობრები ძალიან იმოქმედა ჩემზე ამ გასაგიჟებელ სილამაზე. ასე დიდებულებას, როგორი ხალხი, როგორი საზოგადოება, როგორი კონცერტები, როგორი რაღაცა, სადღაც ზღაპარში ვიყავი, იცით. მაგრამ იმიტომ აი ახლა სადაც არ უნდა ყოფილიყავი, ერთში მქონდა ჩამოსულიყავი სახლში, ჩემთან, თბილისში. და აქ რო ჩამოვედი, კგბ-ში დამიბარეს. ძალიან სასაცილო რაღაცა იყო, აი ისე გამოშტერდი, ვითომ არაფერი რო არ მესა. თქვენ ახლა იქ ვინმე ნახეთ, რაღაცა კი როგორ არა, მარიამი როგორ არა, რატო როგორ უნდა დავვალო. და მე შესანიშნავი ქალია, ჩვენ მას ვიცნობ და არ შეიძლება რომ რაღაცა რო წახვალთ კიდე რაღაცა რა, ვითომ ვერ მივხვდი. უნდა ყურადღება მიმექციო რაღაცაზე. აი ისეთი სისულელები უთხარი და ისეთი სახე მქონდა, დანები ახლა მასე ხო ბავში სულელია ვიღაცა და გამომიშეს და ოღონ არავის არ უთხოვდა. გამოვედი და ზუსტად შემოხდა ჩემი ძალიან ახლობელი, ჩემზე უფროსი, როგორც ზუსტად მოუყევი რა მოხდა და იცინოდნენ მე და დამანებეს თავი. და ორი რასთან ერთად რო დავდიოდით, თავში დადიოდა ჩვენთან ერთად. ვითომ სამინისტროდან იყო ვიღაცა და მე ისე მეგობრობდით მე რომ ჩვენი მაღაზე ახლობელი მეგობარი არ ყავდა არავინ და მე ისეთი წესიერები იყვნენ ჩემი ბიჭები, არაფერს არ ვაკეთებდით ახლა ესეთ რაღაცა რომ ბოლოს სულ მარტო დავდიოდით. რობერტის გამო ეს ისეთი ძლიერი პიროვნება იყო. როგორ გული მწყდება და ეხლა როგორ გენოც წავიდა ამ ქვეყნიდან, ძალიან დაიშალა ყველაფერი და ბუბაც არა. რაღაცა განადგურდა ჩემი ორერა. უსაყვარლესი ბიჭები ჩემი. იძინებს მზე ოტლების გალობას ისმენ ოცნების გაზებს ოცნები და გავუღრებისევ ვიხსენებ მე მიყვარდი რატომ ღაზმა ჯეროდა შენი მე მაინც ყველაფრის მჯეროდა ვიხსენებ დამეკარგა ხმა, არაფერი აღარა ვარ ხო, მაგრამ ხო ვრჩები პიროვნება. ვეღარ ვამბობ, ძალიან ბევრი რაღაცა კიდე გამორჩა, მაგრამ ამდენი არ შემიძლია. მადლობა.